აი, ვერანდიდან რომ დავსხდებით, წინ როგორც ხედავთ, გამოჩნდება ის ადგილი, სადაც შრაბი ვარდები მინდა მუდმივად მოყვავილი. გონი საკმაოდ ლამაზი იქნება. აგვისტოს ბოლოს მე გავაკეთე ყვავილნარების ვიდეო გადავიღე. ეხლა ანალოგიურად სექტემბრის ბოლოს მინდა გაჩვენოთ რა ცვლილებები მოხდა ბაღში, როგორ გამოიცვალა მცენარეები, საკმაოდ შეფერად და ჰორტენზია ლაიმლაითი. აიუგები, რომელიც არ ატარებს სარეველას, თუ პირველი 2 წელი დავეხმარებით ეს ამოვიღებთ სარეველებს, შემდეგ არაფრით არ გაუშვებს. აქ ვარდი არის მუსკუსის ვარდი ბალერინა, რომელიც აკეთებს უყვავილოს, მაგრამ სულ მოყვავილი ვარდებს აქვს ის თვისება, რომ ესეთი მკვეთრი ყვავილობა, რომელიც გაზაფხულზე აქვთ, აღარ არის ხოლმე. აი აქ მაქვს ისეთი ჩანაფიქრი, თუ შეხედავთ, უკან არის შინდი, დეკორატიული შინდი, სიბირიკა. მას აქვს ოქროს, ბოდიში, წითელი ტოტები. ზამთარში, აქ მაქვს მე, თქვათ, ჩემი საძინებელი იქნება და რომ გამოვიხედა, აქ ეს უკვე იქნება გამჭვირვალე, რადგან ფოთლები ჩამოცვივდება, ხოსტა გადაიჭრება და შესაბამისად გამოჩნდება, არც ეს ვარდი აღარ იქნება. აქ სხვადასხვა პატარა თოვლიდებს ყოველ ზამთარს. თეთრად არის ქაურობა და მათ ფონზე გამოჩნდება ეს წითელი წითელი ტოტები ამის და საკმაოდ ლამაზი იქნება. 3 წელი ესე გავაჩერი, მხოლოდ მე-3 წელს დავიწყე ჭრა. აი წარმოიდგინეთ, ამ გაზაფხულზე ძირში გადავჭერ.